სალამი ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით ყველას. ეს არის არხი როგორ და ეხლა დღეს ვისაუბრებთ პროცესორებზე. ესე იგი, როგორ შევარჩიოთ პროცესორი და რომელი პროცესორი ჯობია დღესდღეობით 2016 წელს, ესე იგი, თამაშებისთვის. ვისაუბრებთ, ესე იგი, ამ ვიდეოში. მოდი დავიწყოთ ეხლა. პირველ რიგში არის ყველაზე იეფიანი პროცესორი Intel Celeron-ის. ესე იგი, თუ თქვენ არ გინდათ მაგალითად თამაშებისთვის კომპიუტერში შეგიძლიათ აქ ყველაზე იეფიანი პროცესორი იყიდოთ. ეს Intel Celeron-ის პროცესორი, ასევე შეგიძლიათ ნახოთ მაგალითად საქართველოში სხვადასხვა საიტებზე ან სხვადასხვა მაღაზიებში და აირჩიოთ უბრალოდ ყველაზე იეფიანი პროცესორი და იყიდოთ. არ არის პრობლემა. ეს განახეთ უბრალოდ, აი ფასი არის მიახლოებით ამისი. აგერ არის 35 ლარად 2 ბირთვიანი პროცესორები. Intel Celeron-ი აგერ არის 100 ლარი ღირს. 2.7-იანი და ესეც საკმარისი იქნება. შეგიძლიათ 2 ბირთვიანი იყიდოთ თუ ეხლა თუ ყიდულობთ კომპიუტერს, რამე EF-ი შეარჩიეთ, თუ საოფისედ გინდათ ან ინტერნეტში საზრომიალოთ და ფილმებს აყურებლად და ასე შემდეგ. ესე იგი, შეგიძლიათ იყიდოთ უბრალოდ EF-იანი და მორჩა. ახლა კი გადავიდეთ უკვე თამაშების პროცესორებზე, ამას გავთიშავ. ასე რომ ვთქვათ, AMD FX ვიშერ არის ბოლო მოდელები ამ წუთში FX-ის, ესე იგი, AMD-ის პროცესორების, მაგრამ ამ AMD-ის პროცესორებს არ გირჩევთ იმის გამო, რომ აი ახალი თაობის i3-ის პროცესორი 6100 სჯობნის უკვე AMD-ის პროცესორს და ესე იგი ჯობია თამაშებში და სხვადასხვა რაღაცაებში, ასე რომ ვთქვათ. და აი ეს პროცესორი ჩვენთან ნახი აგერ BG-ზე. აი BG-ზე ღირს 378 ლარი. ეს პროცესორი არის, ყველაზე ასე რომ ვთქვათ, თუ თამაშებისთვის ვაპირებთ, მინიმუმ უნდა ვიყიდოთ ეს პროცესორი დღესდღეობით, i3-ის პროცესორი 6100. არის 3.7-იანი ბოქსი, ესე იგი ბოქსი არის მოყვება თავის კულერი და სოკეტი მიდის ამ პროცესორზე უნდა სოკეტი, ესე იგი 11.51, რაოდენობა აქვს ბირთვის 2 და პლუს აქვს ტრენდი, ესე იგი 4. ასე რომ ვთქვათ, გამოდის ფაქტურად 2 ვირტუალური ბირთვი აქვს და 2 ისე ბირთვი აქვს, ამიტომ გამოდის 4 ბირთვიანი. ჩვეულებრივად ნებისმიერ თამაშს ქაჩავს და ძალიან კარგათაც. ბევრად ჯობია დამინჯერეთ FX-ებს, პლუს ამას FX-ი ვინც ხომ ვიცით, აი ღირს ნახეთ FX-ი რა ღირს განახებთ ახლა. აი ბოლო მოდელი FX-ი ღირს 226 დოლარი. და eBay-ზე და აი ეს პროცესორი კი ღირს მიახლოებით 120 დოლარი. არის 124 დოლარი, აი 113 დოლარშიც არის. აგერ Skylake-ი, i3-ის პროცესორი. ჯობია თავისთავად გამოვიწეროთ, აი როგორც უყურებთ BG-ზე, მოდი ეს გავთიშოთ. BG-ზე ღირს ეს პროცესორი 378 ლარი და ეს არის უკვე ნამდვილად ბევრი. ვიდრე მაგალითად eBay-ზე, აი eBay-ზე არის ეს Celeron-ი, არ გვინდა გავთიშოთ. აი eBay-ზე როგორც უყურებთ ღირს 113 დოლარი. 113 დოლარი მიახლოებით, რამდენი არის გადაინგარჩია, გამოდის უკვე ბევრად EF-ი ვიდრე აქ რომ ვიყიდოთ. ჩამოტანა დაგვიждდება მიახლოებით 2 ლარი, თუ ფასიანი ჩამოტანით ჩამოიტანთ. და ეს არის მინიმალური პროცესორი. დღესდღეობით ყველა თამაში რომ გაგიხსნათ, არის საჭირო ეს მინიმალური. თუ გაქვთ ფული თავისთავად და უფრო უკეთესი გინდათ, უკვე გირჩევთ იყიდოთ შემდეგ. აი 5-ის პროცესორი 6400 Skylake არის 2.7-იანი, არის რაზგონდება 4 და 6-ზე, რომ იცოდეთ, თუ იცით და რაზგონება შეგიძლიათ დაარაზგონოთ. ესე იგი, ეს არის 4 ბირთვიანი პროცესორი და კიდევ აქვს, ესე იგი, ვირტუალური 4 ბირთვი, ფაქტურად გამოდის 8 ბირთვიანი. აგერ შემდეგ უკვე არის, შემდეგ გირჩევთ თუ უფრო უკეთესი გინდათ, i7-ის პროცესორი 6700 Skylake 3.4-იანი. 11.51 სოკეტზე აქვს, ესე იგი 4 ბირთვი და 8 აქვს ტრენდი, ასე რომ ვთქვათ. და არის ესეც ძალიან კარგი პროცესორი. ფასებიც აქ ეს არის რუსული საიტი და აქ წერია რუსული რუბლებში ფასები, 20000 რუბლი ღირს საშუალო ფასი, ეს უკვე 11000, როგორც უყურებთ, ფასი ნახევრდება და ეს ღირს უკვე 7500-დან და ზემოთ. გააჩნია მაღაზიებს, რას თუ მინდა შეგიძლიათ შეარჩიოთ eBay-ზე და ნახოთ ფასები eBay-ზე, შემდეგ უკვე ნახოთ აი BG-ზე მაგალითად ან სხვა ნებისმიერ აქ მაღაზიაში რა ღირს და სად გირჩევნიათ უკვე ყიდვა, გადაწყვეტოთ უკვე თქვენ თვითონ, აი ეს არის, ესე იგი, აი გირჩევთ ყველაზე EF-იანში იყიდოთ.
თუ იყიდით, ამაზე ნაკლები აღარ იყიდოთ, იყიდეთ i3 6100 და იქნება საკმარისი ყველა თამაშების გასახსნელად. როგორც უყურებთ, აქვს 2 ბირთვი, 4 ტრენდი. ესე იგი, ბაზოვая ჩასტატა აქვს 3.7-იანი აქვს, ესე იგი, სიხშირე 3.7, 51 ვატიანი აქვს, ვატობაც არის, არ არის, ესე იგი, ძალიან ცხელი პროცესორი, ჩვეულებრივი, ესე იგი, ბოქსავი კულერი, ასე ვთქვათ, მოყოლილი კულერი ეყოფა, პლუს DDR4-ზეა, ესე იგი, ამ დედაპლატა უკვე გვინდა ამისთვის DDR4 და იმისთვის არის კარგი, რომ ამის დედაპლატას, მაზერს როცა ვიყიდით, შევარჩევთ. შემდეგ შეგვიძლია გაძლიერება კომპიუტერზე და უკვე შემდეგ როცა გვექნება ფული შეგვიძლია ვიყიდოთ i7, i5 და უფრო ძლიერი პროცესორი და ჩავსვათ, ამითინაც ძალიან კარგია. აღარ მოგიწევთ უკვე კლიანი კომპიუტერის განახლება, უბრალოდ ჩასვამთ შით და იმიტომაც ვიცით რომ DDR4 არის ახალი. ახალი შემოსულია და ჯერ აი ხანს იქნება და ამიტომ ვისაც ფული არა გაქვთ, შეგიძლიათ თავიდან დასაწყისში იყიდოთ აი ეს პროცესორი და უკვე შემდეგ როცა გექნებათ ფული გააძლიეროთ, ჩასვათ შით i5, i7 და ასე შემდეგ. სხვა, ეს არის უკვე კიდევ სხვა მაზერებზე, ესეც ძალიან ძლიერი პროცესორია, i7 5820K, 3.3-იანია, პლუს დედაბარათი უკვე მაზერი ამაზე მიდის LG 2011-3, ესეც ძალიან სერიოზული პროცესორი აქვს. აქვს 6 ბირთვი და გონი, ესე იგი 6 ბირთვი აქვს და კიდევ 12 ტრენჩი აქვს. ფაქტურად 12 ბირთვიანი პროცესორი გამოდის. არის ეხლა უკვე 30 ბირთვიანების გამოსული, მაგრამ ასეთი ჩვენ არ გვჭირდება თამაშებისთვის, ნამდვილად ესე იგი 4 ბირთვი უკვე თამაშების და კმარა არის ესე იგი საკმარისი. ამიტომ ესე იგი ეს იყო, ამით თუ მიგეძვნათ ვიდეო დალაიქეთ, ეს იყო ამით რა ირჩიეთ, ესე იგი ყველაზე იაფიან პროცესორს მინიმუმ ყიდულობთ, Intel Core i3-ს, ასე რომ ვთქვათ. და ეს არის დღესდღეობით მინიმალური თამაშებისთვის არის საკმარისი პლუს თამაშებისთვის. ნებისმიერ თამაშს გავხსნით. ვიდეო კარტებზე უკვე შემდეგ გავაკეთებ ცალკე ვიდეოს. და თუ ფული გაქვთ უკვე შეგიძლიათ იყიდოთ უკეთესი i5-ები, i7-ები და ასე შემდეგ. ფასების შეგიძლიათ შეარჩიოთ, განახეთ მიახლოებით რაც ღირს პროცესორი. პროცესორი ღირს 100 eBay-ზე ღირს $113 და ჩვენთან ღირს 378 ლარი. საშუალო ფასები პლუს მინუს იქ არის თავისთავად. შეიძლება უფრო იაფად ნახოთ ან უფრო ზვირად. ეს იყო რა დღევანდელი ჩემი ვიდეო. თუ მოგეწონათ, მეგონი გაგარკვიეთ, თუ რამე კიდევ შეკითხვები გაგიჩნდება, დაწერეთ თავისუფლად კომენტარებში, თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო, თუ რა ხარ ჩვენი არხის გამოწერე, გამოიწერეთ არხი, ახლა კი გემშვიდობებით, აპარატურებით, მოგვართ შეხვედრამდე.